პროკურატურაში დაიწყო გამოცდილება განხილვის მინისტრობის დროს თვითნებურად სუსის წინააღმდეგ მიუხედავად სოფელ ჩორჩის საკუთრება მოაწყო, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა. საქმეში საბოტაჟი ეხებოდა დამოუკიდებელი გარემოების საბოტაჟის ცოლობას. მე მაინტერესებს რატომ გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო? ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც უნდა აღენიშნოს არის ის, რომ ჩორჩანას ეპიზოდი ეს იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ეს იყო კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ერთადერთი შემთხვევა, რომელიც სწორედ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ყველა შესაბამისი საჭირო უწყების ჩართულობით და ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ეს იყო კიდევ ერთხელ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა მოახერხა ყოველგვარი ესკალაციის, სამხედრო ესკალაციის საფრთხის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა. ეხლა ამის უკან ეს პროცესი, რაც წარმოებს გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ეს არ არის ახალი დაწყებული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ცნობილი მუქარა გიორგი გახარიას და მისი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მალევე მოყვა გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა ბათუმში, რომელიც ჩასაფრებით ჯგუფურად და შეიარაღებული ხალხის მიერ თვალთვალის საფუძველზე შემდეგ განხორციელდა. ამას მოყვა ასევე და ამ თავდასხმას სხვათა შორის 5 თვეა გამოძიება უმოქმედოა მიუხედავად ჩვენი მოთხოვნებისა, ადვოკატის მოთხოვნებისა. გადამალულია მთავარი მტკიცებულება, ეს არის სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები და აბსოლუტურად უმოქმედოა პროკურატურა. ამის შემდეგ იყო ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდასხმა, ამის შემდეგ იყო კომისიაზე დაბარების საკითხი, სადაც უკვე აშკარად ჩანდა, რომ სისხლისამართლებრივი პოლიტიკური დევნის საფუძვლები, ესე ვთქვათ, და წინაპირობები მზადდებოდა და ეს არის ცალსახა პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს ვინ არის რეალურად პრობლემა ქართული ოცნებისთვის დღევანდელ პოლიტიკურ ველზე. აქ იყო საუბარი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველი საკითხი იყო ის, რომ ბატონო გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ეს გადაწყვეტილება მიიღო თვითნებურად და რა იმისხმება ახლა ამაში. ვახტანგ გომელოვი ამბობდა, რომ როდესაც სადუშადოს ხსნის საოკუპაციო ხასთან უნდა გაიაროს ამ საკითხმა რამდენიმე ეტაპიდან ბოლოს გადაწყდეს. ანუ უნდა ჩაყენდეს საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი, უნდა ჩაყენდეს საქმის კურსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომში უკვე ევროკავშირის საგამგებლო მისია. ანუ ვახტანგ გომელოვი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არავის არ აქვს. ვახტანგ გომელოვი ეხლა რას ამბობს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვახტანგ გომელოვის გარდა კიდევ ბევრს დაიბარებენ, იქ და ბევრს არ ვიცი, ალაპარაკებენ იმას, რაც ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში ჭირდება. შეუძლებელია მსგავსი ტიპის და მასშტაბის, ესე ვთქვათ, საქმიანობა და შეიძლება ითქვას, ესე ვთქვათ, ოპერაცია, რომელიც გულისხმობდა საგუშაგოს გახსნას, იქ კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და ეხლა საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა უწყების მიერ ჩართულობით ადგილობრივი უწყების წარმომადგენლები იქნებოდნენ ეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროები. ეხლა საუბარი იმაზე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა, არის რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტი, რომელიც რა თქმა უნდა ეხლა ეს манипуляციები იქნება, რა თქმა უნდა აქ იმას ასაუბრებენ ადამიანებს, რაც ჭირდება რეჟიმს. ამიტომ ამაზე მე მთავარი საკითხი აქ რაც არის, ეს არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხდა პირველად და ერთადერთხელ ამ ქვეყნის ისტორიაში, რომ ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები იქნა დაცული, ისე რომ არ მომხდარა არანაირი სამხედრო ესკალაცია, ამაზე მკაფიო მაგალითი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ტერიტორიულ კონტექსტში, ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არ ყოფილა. ამიტომ ეხლა გასაღება ასეთი ნაბიჯის რაღაც პროვოკაცია თუ ესკალაციის მცდელობა, ეს არის ის დიდი ნარატივის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, აი პოლიტიკური დევნის მიღმა, რომელიც აი ცნობილი ბოდიშის შემდეგ გრძელდება, ესე ვთქვათ, და დღეს ამ ნარატივში არის ისეთი საკითხები, როგორც არის მაგალითად ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების მცდელობა. ეხლა უკვე არის ჩორჩანას საკითხი, მანამდე იყო ბოდიშის საკითხი და ეს
გასაგებია რომ მიმართული, მიზანმიმართული, ესე ვთქვათ, პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი. სუსი მაშინ ამ ყოფის ძაფები ყავ. ეხლა თქვენ რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, კითხვები სხვადასხვა ფორმით დასვა. კიდევ ერთხელ. თქვენ თქვენ რომელ ტელევიზორზე? რუსთავიორთან მეც მაგ კითხვა. მაგალითად, როდის დაიბარეთ? დაიბარეთ, გახარია თქვენთან პირდაპირ ეთერში. დაიბარეთ და ხო, დაიბარეთ პირდაპირ ეთერში, დაბლოკილი რო ყავს რუსთავიორს 4 წლის განმავლობაში, არც ერთხელ რო არ მიუწევია თავისთან ეთერში, მაშინ როდესაც ყველა ოპოზიციური მოიცა 1 წელი 4 წელია, დავასრულებ 4 წელიწადია თქვენს ეთერში არ დაგიბარებიათ გიორგი გახარია, არ მიგიცეთ საშუალება საუბრის, მაშინ როდესაც ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის წამყვანი, განსაკუთრებით ნაციონალ მოძრაობიდან ხშირად არიან თქვენს ეთერში. აი დაიბარეთ ეთერში გახარია და იქ დავუსვით ეკეთებს. კიდევ ერთხელ დაიბარეთ თქვენთან ეთერში, დაიბარეთ თქვენთან ეთერში გახარია და იქ გაგცემთ მოსახლეობას. გახარიას დაკავებას ელოდებით. ეხლა ამ რეჟიმის პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა კიდევ ერთხელ ვერანაირი მსგავსი ტიპის ნაბიჯი, ვერანაირი გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციონირებაზე, იმიტომ ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, მე ასეჯერ ვიმეორებთ, მიუხედავად იმ მოტივებისა, რა მოტივებიც ამის უკან შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნის მოტივს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩვენ გადაწყვეტილებებზე, პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერაფერი სხვა, გარდა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებისა, გავლენას ვერ მოახდენს. როდესაც ქართული ოცნება მოვიდა, მაშინ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული სამუშაოები და საპოლიციო კონტროლი მოხსნა. დარჩა მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ადგილობრივი მოსახლეობაც იქ წუხდა, რომ ისინი უკვე ბრძნობდნენ თავს დაუცველად და მაინტერესებს თქვენი შეფასება. აი ამ საპოლიციო კონტროლმა და სამუშაოების მოხსნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მისცა თუ არა წლების განმავლობაში რუსეთს იმის საშუალება, რომ იქ შეუფერხებლად ყველანაირი ბარიერის გარეშე დაეწყო და განახორციელებინა ბორდელიზაციის. მე როდესაც ვამბობ, რომ ჩორჩანის ეპიზოდი იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ყოველგვარი საბოტაჟის, ყოველგვარი სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ტერიტორიული ინტერესების დაცვა, მათ შორის ამასაც გულისხმობ იმას, რომ იქ იმ კონკრეტულ ტყის მასივში ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს. სამუშაოს ჩადგმამდე ძალიან ბევრი დროით ადრე უკვე სახეზე იყო ის ფაქტი, რომ ხდებოდა ფალსიფიცირებული რუკების საფუძველზე, აი ფალსიფიცირებული რუკების საფუძველზე ახალი ინტერესების გატარება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და ეს უნდა ყოფილიყო ამის პრეცედენტი. სწორედ ეს მოხდა მაშინ, ესე ვთქვათ, შეიზღუდა მათი გეგმა განხორციელებისგან და დაცული იქნა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამის მიღმა კიდევ ერთხელ მსგავსი შემთხვევა, რომ ესეთი, ესე ვთქვათ, მკაფიო ცალსახა, არაპროვოკაციული, არამედ საქართველოს ინტერესებზე მიმართული ნაბიჯით მომხდარიყო ქვეყნის ინტერესების დაცვა ტერიტორიული თვალსაზრისით, კონტროლირებული ტერიტორიის დაცვა მცოცავ ოკუპაციისგან არ ყოფილა. ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს ბევრი ეპიზოდი, მათ შორის სხვადასხვა ადგილას, იგივე კირბალის ეპიზოდი, სადაც ტერიტორიული პრობლემები კი არა, ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, იქნა მოკლული, ხო, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები ყოველთვის იყო. მაგიტომ ამბობ, ყოველთვის იყო მცოცავი ოკუპაციის პრობლემები, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის გადაადგილების საკითხები და უკანონო დაკავების ადამიანების პრობლემები. ერთადერთი სწორედ აი ამ ესე ვთქვათ, ჩორჩანას ეპიზოდში იყო. ქონდა მოვლენას ადგილი. დანარჩენი. უნდა დაიკითხოს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ, მცოცავი ოკუპაციის შედეგები არის საკმაოდ მძიმე, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული, ესე ვთქვათ, ინტერესების თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ახალი პრობლემა, ეს არის ოკუპაციის პრობლემა და ოკუპაციის პრობლემაზე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამ მოცემულობის თვალსაზრისით ის ბალანსის პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის მუშაობდა, როცა ატარებდნენ, მაშინ მუშაობდა, მაგრამ ეხლა უკვე მე აღარ ვიცი ამ ნაწილში საერთოდ რა ინტერესებს ემსახურება ქართული ოცნება. ეს ინტერესები არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები თუ რაიმე სხვა ინტერესები, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, ეს უკვე ძალიან დიდი კითხვის კონკრეტულ ტერიტორიის დაკარგვას ედავებიან ახალეს. მე არ ვიცი რას ედავებიან, მუხლის მიხედვით, მუხლის მიხედვით ტერიტორიის დაკარგვაზე. როგორ ფიქრობთ? უნდა დაიკითხოს თუ არა ვინმე და ვინ უნდა დაიკითხოს? კიდევ ერთხელ ამ საკითხის გავიგე, რასაც მეკითხებით, ამ საკითხის აი ამ ფორმით
ეხა თქვენ რა ფორმითაც კითხულობთ. ეს ნიშნავს მთლიანად აი ამ პროცესის სამართლებრივ ლეგიტიმაციას და ამ პროცესს სამართლებრივ ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, სადაც ინსტრუმენტიზებულია სასამართლო ხელისუფლებაც, პროკურატურაც და სხვა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ბატონო, გავარი შეკითხვა მექნება ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში დავუბრუნდეთ ერთ რაღაცას რა. ბატონო გიორგი გახაი როდესაც დაიბარა საგამოძიებო კომისიაზე, რამდენიმე დღეში დაიბარა ასევე სოფელ ჩარჩანას ინტერვიუს, რომელიც თქვა, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, როდესაც სამუშაო გაიხსნა სოფელ ჩარჩანაში, ცდომა დაგარბეს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რომაც 24 აგვისტომდე ჰქონდათ. ეს ამას როგორ კიდევ ერთხელ, საგამოძიებო კომისიაზეც, ისე როგორც გენერალურ პროკურატურაში შეიძლება 1000-ნაირი პირი დაიბარონ და 1000-ნაირი რაღაც ტექსტი ასაუბრონ. ამას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი საკითხი ამ მთელ პროცესში არის ის, რომ ხდება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა და საგამოძიებო კომისია იქნება ეს თუ პროკურატურა, რომლებიც და რომელთა ხელმძღვანელები სხვათა შორის და ამ უწყების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მუშაობდნენ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის, მინისტრობის პერიოდში, არც ერთს არასოდეს არანაირი საკითხი არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, დღეს რატომღაც გამოდიან და გასაგები რატომაც. და თავიანთ უპრინციპო, ესე ვთქვათ, პოზიციებს ცვლიან, ამიტომ არაფერი არ არის გასაკვირი, არც საგამოძიებო უწყებების ფარგლებში, არც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. რას მე არაფერს არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რაც ვამბობ. ეს თქვენ რას ინტერპრეტაციას უკეთებთ, მე არ ვიცი. გისმენთ? გამოძიებისგან რას ველოდებით, რა ვიცი, რას ნიშნავს ეს რას ველოდებით. ფაქტია, რომ გრძელდება აგერ ადამიანებს მიყავთ ჩვენებების მისაცემად გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რას ველოდებით რა ეს კითხვა პროკურატურა. ჩვენთან ჯერ მათი არანაირი სხვა მოთხოვნა არ მოხდა. მივან თუ არა და ამდაბარების არსი კიდევ ერთხელ არ შეიძლება იყოს. ხალხამ გონია რომ არ მესმით. ისე აფორმულირებ კითხვებს, რომ თითქოს საგამოძიებო კომისია ცალკე პროცესის ნაწილი იყო. ძალიან აი ერთ კითხვა ხო არა, ეს ცალკე პროცესი როგორ არის? ეს არის ერთი პროცესის ინსტრუმენტები, ხო, ცალკე ინსტრუმენტები, ერთი მიზნის ცალკე ინსტრუმენტები. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, ნაცების წინააღმდეგ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის მიზანიც იყო ნაციონალური მოძრაობის წინა რეჟიმის დანაშაულებების გამოძიება და შესაბამის პასუხისმგებლობის დაკისრება, გიორგი გახარია დაიბარეს მეორედ ოპოზიციაში წასვლის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების კონტექსტში და ერთადერთი შემთხვევის კონტექსტში ამ ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მოხდა რაიმე სამხედრო ესკალაციის გარეშე ამ ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა. მაშინ მეორედ დაიბარეს ამ საკითხებზე, მაშინ, როდესაც არც სააკაშვილი, არც მერაბიშვილი, არც კეზერაშვილი, არც ერთი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი რეჟიმის, არც მურუსიძე, არც პორტირებული არც ერთი ნაცი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს, ამ კომისიას დაბარებული არ არის. აი თქვენ, ამას როგორ ხსნით? თქვენ პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კომისია, რომელიც შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად, არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მათ შორის მთავარი მიხეილ სააკაშვილი კომისიას დაბარებული არ არის. აი თქვენ როგორ ხსნით? ვერ ხსნით ხო? კი ბატონო. შაო პაკვაშვილის პოსტი გამოყენს, სადაც საუბრობდა გერმანიის საელჩო სუნდოტის სიტყვებს, სადაც ის გამოვიდა გერმანული ისტორიკოსის შაკრებულ ლექციას. ასევე შედა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო სიის მერვე ნომერს, ირაკლი ხადაგიას დაუბრუნდა. პაკვაშვილმა დაწერა ძნელია წარმოიდგინე იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გაზეთის სასაუბრო პროპაგანდისტის და მის ექსტრემისტული მიგების მიყვანა. ეს ლექციები გერმანიის საელჩომ ჩაატარა და რამდენად სწორად გაჩნიათ, რომ ირაკლი ხადაგიანმა გამოვიდეს სიტყვა და რამდენად ობიექტური იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ წარსულზე მომავალზე მას ასაუბრებენ. ანუ პრეტენზია წაუყენა ნაციონალურ მოძრაობას, ხო? ან გალანძღა ნაციონალურ მოძრაობა, როგორც მივხვდი. ხო, არა, გავიგე. ნაციონალური მოძრაობის მიმართ პრეტენზიის წაყენება ქართული ხალხის მთავარი პოლიტიკური დაკვეთა იყო, მათ შორის ქართული ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. მაშინ ბერმა წყალმა ჩაიარა ნაციონალური მოძრაობა დღეს ქართულ ოცნებას, როცა მაგალითად ქონდა საშუალება გამოეკითხა იგივე საგამოძიებო კომისიას დაეკისრებინა პასუხისმგებლობა წინა რეჟიმის ჩადენილ დანაშაულებებზე. არც კი დაუბარებიათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ვინც მთავარი შემოქმედები იყვნენ წინა რეჟიმის. ეხლა ეს ილუზორული ლანძღვა გინება ნაციონალური მოძრაობის პაპუაშვილის მხრიდან არაფრის მთქმელი და არაფრის მომტანი არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პერფორმანსი. ისე როგორც მაგალითად
ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტობა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ანუ ეს არის მთელი ამ ორი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სუბიექტის პოლიტიკური ცეკვა. როგორც აი ამ შემთხვევაში პაპუაშვილის პოლიტიკური ცეკვა, ისე როგორც აი გამოდის აგინებს და ლანძღავს ნაციონალურ მოძრაობას და კომისიას არ თარებარებს წულუკიან. ამიტომ ეგ არაფერი არ არის. წარმოდგენა არა მაქვს ვინ არის საერთოდ ირაკლი ხვადაგიანი. რა არის ნაციონალური მოძრაობის სიაში თუ არის ეს რა არ ვიცი. წინა რეჟიმის დროს არსებობდა ეს ადამიანი? კი და თქვენ ეს ამდენ ობიექტივი და რაიმე დანაშაულებებში ხილებული არის? არიცით? ხო, ანუ და არც მე არ ვიცი, პირველად მესმის საერთოდ ვინ არის. ამიტომ ვერ გავაკეთებ ადამიანს ვის არ ვიცნობ, თუმცა ნაციონალურ მოძრაობასთან რო დგას ეს რაღაცას მეტყველებს. როგორ შექმნით პაპუაშვილის კრიტიკას გერმანიის საელჩოსადმი? პაპუაშვილი გამოირჩევა ბოლო პერიოდში საერთოდ საელჩო წარმომადგენლობების კრიტიკით და ლანძღვით და არ დავიწყოს თავისი ისტორია. რო იძახის თუ ისტორია არ ვიცითო, ვერც მომავალს გავსაზღვრავთ, ესე დაიწყო თავისი პოსტი, როგორც თქვენ ბრძანეთ. საკუთარი ისტორია და ბიოგრაფიას ჩახედო საბადო, საკუთარი ისტორიას და ბიოგრაფიიდან გამომდინარე გამშვალოს მე მომავალში რას აკეთებს და როგორ აკეთებს. რატომ სოციალურ პრობლემაზე კითხავს, რაც საუბარია, რომ მოსახლეობის 55% ემთხვევა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას. ამას გარკვეული დაპირისპირება მოყვა ხო ოპოზიციაში ზოგადად ბარო იქ სხვა კითხვაც იყო, რომ საპარლამენტო საერთოდ ჩატარდებოდა იმ შემთხვევაში მიიღებენ ასე შემდეგ. ორი საკითხად დავყოფავ ამ პასუხს. პირველი, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. თქვენ იცით და არ ვიცი, ალბათ მე ასეთ პასუხობ ზოგადად ამ კონტექსტის კითხვას, ჩვენი პარტიის პერსპექტივით, ჩვენ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ეს ეტაპი უკვე გადავლახეთ დიდი ხანია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ნეიტრალურ, პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით მაგალითად ლელოს დიდი ხანია. აი ეს არის მთავარი საკითხი ჩვენთვის. ეხლა დღის ეს რიგში მთავარი ამოცანა დგას პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების საკითხი, რაზეც უნდა შეჯერდეს პოლიტიკური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამაზე ვარ ჩვენ კონცენტრირებული უკვე დიდი ხანია, ეს პირველი ეტაპი ჩვენ გავიარეთ უკვე დიდი ხნის წინ. მეორე საკითხი რაც შეეხება კვლევას უშუალოდ. ამ კვლევას ეხლა რამ ხრიდანაც არ უნდა შევხედოთ ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურ სუბიექტისთვის, მთავარი საკითხი არის ორი. პირველი, ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კოალიციები, ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების კოალიციები, რომელიც დღეს აღარ არსებობს ფაქტობრივად, დაშლილია და მეორე, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია და არა კოალიცია, რომელსაც აქვს მზარდი მხარდაჭერა და სერიოზული მხარდაჭერა მათ შორის მოსახლეობაში და არჩევნებში მიმსვლელ ადამიანებში. ამიტომ აი ეს ორი საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამასთან ახლავს ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც არის ძალიან ეფექტური. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ჩვენ არც ოლიგარქები გვყავს, ვინც გვაფინანსებს, არც ბანკირები გვყავს, ვინც გვაფინანსებს. არანაირი ფინანსური, რაიმე სერიოზული რესურსი ჩვენს უკან არ დგას. ამის მიუხედავად ჩვენ შევძელით, რომ ყველაზე ეფექტურად მინიმალური შესაძლებლობებით ფინანსურით მიგვეღწია იმ შედეგს, რაც მივაღწიეთ და ქონოდა კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა და აი მხარდაჭერა რაც ამ კვლევაში. ეხლა ეს ხო რაღაცას ნიშნავს. ეს ხო ნიშნავს, რომ ჩვენს უკან მდგომი ამომრჩევლები, ჩვენ რაღაც ჩვენგან აი ფულს ამ ფინანსურ მხარდაჭერას კი არ ელოდებთ. ჩვენთან არიან და გვერდში გვიდგანან, იმიტომ რომ სჯერათ იმ იდეის, იმ ფასეულობების და ღირებულებების, რაც ჩვენ გვაქვს. აი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარი ამ კვლევასთან დაკავშირებით. დანარჩენი ყველაფერი ეხლა იქ ძალიან დიდი ინტერპრეტაციის სივრცეებია და ამ სივრცეებში ნამდვილად არ გვინდა შესაძლებელი. Osman Bush'un aktsiya galimata Mustafa Zatsve başladı zaten Putin'den revolüsyon sürüleri radikalizm sürüleri asıl koni pozisyon radikalizmde başlıyor Putin'la. Ramdenad asıl süketinde sam prosesimiz karkovi radikalizm yoşemovides revolüsyon sürüleri başladı asıl ramdenad koni ჩვენ ნებისმიერ რადიკალურ სცენარის მიმართ იცით ჩვენი განწყობა ჩვენ არ ვართ ამის მომხრე და ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ნებისმიერ რადიკალურ პროცესს განვითარება, მათ შორის რევოლუცია ახსენებთ თქვენ ეს არის მხოლოდ ამ ქვეყნის საზიანო და შესაძლოა ქართული ოცნების ინტერესებში. სხვა მხრივ, ეხლა რატო ეს პოლარიზებული და რადიკალიზებული ველი ამ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს და აქ მთავარი საკითხი რა არის, იცით, ვის ინტერესშია უფრო მეტად მოახდინოს რადიკალიზაცია პროცესების? ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარი დღეს, ვისაც უნდა პროცესების რადიკალიზაცია, არის ქართული ოცნება.
და ის ყველანაირად ეცდება, რომ ეს რადიკალიზაცია გაზარდოს. განსაკუთრებით აგერ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიტიკური კრიზისის გამოხატვა, რაც ქვეყანაშია და ამის კონკრეტული ნაბიჯები მან ძალიან კარგად იცის. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კითხავთ ბადრი ჯაფრიძემ, რომ სამწუხაროდ კოლეგებმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოიკოტი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ისე რომ ოპოზიცია ჩვენთან შეჯერებული არ ყოფილაო. პირველ რიგში როგორ აფასებთ ოპოზიციას და იყო თუ არა ეს ყველაფერი ერთად ბოიკოტის ყველაფერი ერთად განხილული? ვერ გავიგე, კითხვაში ნახს სიმართლე. რას როგორ ვაფასებ? რომ სამწუხაროდ კოლეგებმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოიკოტი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ისე რომ პოზიცია ჩვენთან შეჯერებული არ ყოფილაო. პირველ რიგში როგორ აფასებთ თუ ეგრე გააჟღერეს და ეგრე თქვა ბადრე, მაშინ კითხვა იყო თუ არა ერთობლივი განხილვა, ესე იგი არ ყოფილა ხო ერთობლივი განხილვა, მაგას ამნიშნავს. ჩვენთან შეუჯერებლად გააჟღერეს, ნიშნავს რომ არ ყოფილა არანაირი ერთობლივი შეჯერების პროცესი. მაგიტო დავიბენე თქვენ კითხვას, ვერ მივხვდი. ანუ არ ყოფილა შეჯერებული ოპოზიციიდან. კიდევ ერთხელ, ჩვენ ხო არა ვართ სხვა პარტია რა, ჩვენი ძალიან მკაფიო ცალსახა და თანმიმდევრული ეს არ არის ახალი ხო ეს ჩვენ წლები ეს პოზიცია გვაქვს. ეხლა თუ რაიმე ფორმით ეს კითხვა შინაარსობრივად მეანიშნებს რაიმე ტიპის ერთობის კონტექსტზე ან რაღაცას გავსვე, მე შემიძლია მკაფიოდ კიდევ ერთხელ 1000-ჯერ გიპასუხოთ რომ ვერანაირი კონტექსტუალური ან სტრატეგიული საკითხი ჩვენი პარტიის და ნაციონალური მოძრაობის პარტიას შორის პარტიული გაერთიანების დღის წესრიგს ვერ შექმნის. ეს შეუძლებელი იყო წარსულში, შეუძლებელია დღეს და შეუძლებელი იქნება მომავალში. ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს მთავარ ამოცანად აი ამ თვითმმართველობის საკითხის კონტექსტში მიგვაჩნია პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების საკითხზე მკაფიო პოზიციის შეჯერება. ისე რომ არ მოხდეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, ისევ პარტიული დღის წესრიგის და მიკერძოებული ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ, ეხლა თუ ერთობაზე მეკითხებით, ეს ნაციონალურ მოძრაობასთან პარტიული ერთობის რაიმე ფორმით არსებობა შეუძლებელი ჩვენთვის, თუ მეკითხებით თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, აქაც პასუხი გითხარით. და რამდენი წვერით გამართული ახლა რიტორიკის შეცვლა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან საუბარზე, ან ლელოსთან დაკავშირებით გეუბნებით მე. ამას მეკითხებით იმ პარტიის პერსპექტივიდან, ქართულ ოცნებას გულისხმობ, რომელიც დღეს აი მზის პირველი შუქი რო შემოვა, რო გაიღვიძებენ მის წარმომადგენლები, გონში არ არიან, რა უნდა ილაპარაკონ იმ დღეს. და შეიძლება ისე ცვალონ თავისი პოზიცია. აიღეთ პაპუაშვილი, აიღეთ რა ვიცი, ნებისმიერი ვინც მოგესურვებათ, ნებისმიერი მინისტრი, ნებისმიერი ყოფილი მინისტრი, ნებისმიერი ყოფილი, ესე ვთქვათ, არ ვიცი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლებიც ერთ ჯერზე შეუძლიათ მაგალითად ისაუბრონ ჩორჩანას ეპიზოდზე, როგორც უზარმაზარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს საკითხზე. და მერე რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მათ ეტყვიან, რომ პოლიტიკური დევნა უნდა დაიწყონ, თავიანთ ნალაპარაკები უბრალოდ შეცვალონ ისე, რომ ერთი, ესე ვთქვათ, წარბი არ შეუტოկდეთ. ეს ამ გადმოსახედიდან, აი ესეთი, ესე ვთქვათ, პარტიული, პრინციპული ადამიანების გადმოსახედიდან, ეს რაღაცა საუბარი რიტორიკის ცვლილებაზე არის უბრალოდ სასაცილო. ღიმილის მომგვრელია ეს ყველა. ოცნება აცხადებს, რომ ოპოზიციის მომხრევი ყოლის ახალისებას ახდენენ. ორხრივი რაო? ვერ გავიგე. ორხრივი რასო? ოცნება აცხადებს, რომ ოპოზიციის მომხრევი ახალისებენ. მაგალითად, მოყავთ სოციალურ ქსელში თითქოს იუმორით გავრცელებული სტატუსები. მაგალითად, ირანში მოყული მაღალჩინოსნები აქვეყნებენ და ამბობენ, რომ ერთი ფოტო აკლია მათ ჩამოთვლოდა მიანიშნებენ ყობახიძეზე. მის პეიჯერის ნომერს ითხოვენ და ამათაც პარალელს ავიღებენ პეიჯერის აფეთქებაზე. თქვენთვის მისაღები ასეთი პარალელები მაინტერესებს? არ არის მისაღები. ჩვენთვის ესეთ პარალელები მისაღები არ არის. მეტი რა გითხრათ? და დაძაბულობას უწყობს თუ არა ეს ხელს? ჩვენთვის ესეთი პარალელები სწორედ იმიტომ არ არის მისაღები, რომ რადიკალიზაცია შეიძლება უწყობს ხელს. მე ხა იქ თავში ვის რა უდევს, მართლა არ ვიცი. ერთ-ერთი ვიცი, ამოცანა და მიზანი არის პოლიტიკური დევნა. ამისთვის ეხა კომისიას დაბარება სატყუარად იყენებენ თუ არ იყენებენ, ეს უკვე საერთოდ კომისიაზე რომ მეორედ დაიბარეს და პირველადაც რომ დაიბარეს, მე მგონია რომ
რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნის, ესე ვთქვათ, საფუძველი, მათ შორის, ან და რომ მისულიყო შემდეგ პროკურატურაში საქმეები, რომ აღძრულიყო ამ მოტივით. ამიტომ აქ უკვე 23-ს თუ 24-ს თუ 22-ს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მთლიანად ეს ინსტრუმენტი საგამოძიებო კომისიის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიქმნა წინა რეჟიმის გასასამართლებლად. აი ამ ადამიანს პასუხები არ აქვს. მართლა არ აქვს ხურცმე. მე თქვენ არ გიბრაზდებთ. არ გიბრაზდებთ. თქვენ არ გიბრაზდებთ, საერთოდ არ გიცნობთ. ხედავთ ხოლმე ესე როცა მოდის. როგორ შეიძლება უცნობ ადამიანს გაუბრაზდე? არა, როგორც ვიცი, არაფერი არ მოვია. როგორც ვიცი, არაფერი. რა, აბა მითხარი. საგამოძიებო კომისიაზე თვითონ სოფლო ჩვენას მკვიდრს რომ ტერიტორია დავყაროს. თუ ასე არ იყო, ეს მაინტერესებს თქვენ განსაკუთრებით. აი, როგორ შეიძლება ამაზე გიპასუხოთ შინაარსობრივად და სერიოზულად? მეკითხებით ისეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც ყველა ეპიზოდში რაც საქმეები განიხილა, ნახევარი საქმეები წარმოაჩინა, ნახევარი სიმართლე წარმოაჩინა. ბევრი რაღაცა საერთოდ არ წარმოაჩინა. აი, როგორ შეიძლება გქონდეს ამ კომისიის, აი, თქვენ ხომ მოქალაქე საერთოდ არ გიცნობ, ტელევიზიაც არ ვიცით თქვენ. საუბრობთ პოსტები იქნებ თავი. აჭარის ტელევიზია, საზოგადოება. და მართლა არ ვიცი გულწრფელად გეუბნები. აი, როგორ შეიძლება, როგორც მოქალაქე, კომისიას, რომელმაც დაიწყო მართლა წინა ხელისუფლების დანაშაულებების გამოვლენით, დღემდე აგერ თავდება ხო რამოდენიმე კვირაში ეს კომისია. დღემდე არ დაუბარებია არც ერთი მთავარი შემოქმედი პირი. არ დაუბარებია არც ერთ ეპიზოდში, მაგალითად, რომელიც განიხილეს ადამიანების დევნის ნაწილში. ხო განიხილეს ნაცების მიერ რამოდენიმე ქონების ჩამორთმევა და მოკვლელობა და ასე შემდეგ, ხო? არც ერთ ეპიზოდში არ დაუბარებიათ მოსამართლეები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის დროს იყვნენ. მოსამართლეების პერსპექტივიდან ეს არ იყო საინტერესო საგამოძიებო კომისიის კონტექსტში, როგორ ხდებოდა პოლიტიზება საქმეების, მაგრამ ვერ დაიბარებენ. იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ერთად მუშაობენ დღეს. სისტემის ნაწილი არის ის ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა წინა ხელისუფლების დროს და აი ამ მოცემულობაში თქვენ მეკითხებით, გაქვთ თუ არაო, ესე იგი, არის თუ არა თქვენთვის მყარი მტკიცებულება ის, რომ ჩორჩანიდან მოწვეულმა ადამიანმა ისაუბრა ის, რაც ისაუბრა. არა, ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ კომისია იმას აკეთებს, რაც პოლიტიკურად უნდა და არა იმას, რაც რეალობაა. ვიცი რომ ამას მეკითხებით.